პროტესტის თითქმის ერთი თვე საქართველოში ხალხი ისევ ქუჩაშია ყოველ დღე ჯიუტად. დასავლეთიდან უფრო მკაცრ ნაბიჯებს განცხადებებს ვხედავთ, ვიდრე არჩევნების შემდეგ ან დეკემბრის დასაწყისში. ახლა უკვე გაჩნდა პირდაპირი მოწოდება ახალი არჩევნების თაობაზე. ოცნება არასხივებს ჯერჯერობით სურვილს დანიშნავს ახალი არჩევნები, თუმცა ძველებურად აღარ არის დარწმუნებული, რომ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ რაიმე შეიცვლება მათთვის ასარგებლოდ. ამიტომ ოცნებამ აღმატებით მოლოდინს დაუწია. ყველა ქართული ოცნების გარდა თანხმდება, რომ შექმნილი კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები, მაგრამ როგორ და რა პირობებში? როგორც ჩანს, ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ, რაც მას არ მიეცა საშუალება აქციაზე ხალხისთვის მიემართა სრულყოფილად, ორბელიანების სასახლეში ჩაწერა გუშინ ვრცელი მიმართვა. ციტატა: ვიღაცებს გონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ, რაღაც მუხარით მელაპარაკებიან და მე მგონი მაინც ვერ მიცნობენ. თქვა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ არც დასაცავია. ნახოთ, სად ვიქნებით, როგორ ვიქნები 29 შემდეგ, ვიქნები ის, რაც ვარ. პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით, იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველას იმსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები სამშობლოს. ეს სიტყვები, პრეზიდენტის ეს სიტყვები იძლევა ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას, მაგრამ არ სცემს კითხვას კონკრეტულ პასუხს. თუ კი ათონელის სასახლეში ივანიშვილი არ მივა და არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, თავად ზურაბიშვილი ტოვებს თუ არა ამ რეზიდენციას. მისი სიტყვის მთავარი აქცენტი ეხებოდა, როგორ ხედავს ის მიაღწიოს ახალ არჩევნებს. პირველი ეს არის დიალოგი და კომპრომისი ოცნებისგან, შეთანხმება არჩევნების თარიღზე და მეორე ალტერნატივა ახალი არჩევნები ოღონდ რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ. 29-დან უკვე თუ არ იქნა მიღწეული ეს კომპრომისული ვარიანტი, ეს დიალოგი, მეორე ვარიანტი ამ და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის, უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა, რომ ყოველდღიურად ახალი სეგმენტების, საზოგადოების, ახალი ჩინოსნების, სხვადასხვა დარგის, ახალი ბიზნესები უერთდებიან პროტესტს, არა ისინი, ვინც დღეს მივიდნენ კობახიძესთან. რეჟიმის ჩამოშლა, ეს არის ის ალტერნატივა, ან დიალოგი, კომპრომისი, დათმობა. ყველაფერი არ იქნება როგორც თulis ოცნება. თუ არა და ეს არის რეჟიმის ჩამოშლა, რომელიც თავისით იშლება. აქ არავისი ხელი არ არის, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არავისი ხელი არ არის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე. რა ხდება 29 დეკემბრის შემდეგ, თუ ოცნებასთან დიალოგი ვერ შედგა? ზურაბიშვილის თქმით, ამ მეორე ეტაპისთვის ყველა უნდა იყოს მზად. ამ პერიოდის სამართავად ის თავაზობს აქტორებს შეიქმნას საბჭო. პრეზიდენტის ხედვით დღეს სწორედ ეს საბჭო უნდა წარადგინონ და პრეზიდენტის ხედვა ორბელიანების სასახლეში. საბჭო იმუშავებს დოკუმენტზე დაყრდნობით, როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, სადაც გაწერილი იქნება მინიმალური პირობები არჩევნების სწრაფად ჩასატარებლად და შემდეგი ეტაპი არის მზადება ახალი არჩევნებისთვის. აქ პრეზიდენტი ახსენებს, რომ გამოჩნდებიან ახალი ძალებიც. როგორია ოცნების პოზიცია? ივანიშვილის პარტიის წევრები დღეს დილიდან ძირითადად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მცდელობით იყვნენ დაკავებული. მაგალითად, გურამ აჭარაშვილმა თქვა, რომ ერთადერთი რაც ზურაბიშვილმა შეიძლება გააკეთოს, ეს არის კონსულტაციები, როგორ უნდა გამოვიდეს სასახლიდან და პოლიტიკური პანაშვიდები მიიღოს, რადგან შაბათ-კვირას მისი პოლიტიკური გამოსვენება იქნება. მივა თუ არა ორბელიანების სასახლეში ოლიგარქი ივანიშვილი. ამაზე კალაძეს კითხეს, მისი პასუხი ასეთია: რა საქმე აქვს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან? რა საქმე აქვს ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილთან? რა შეხვედრა უნდა შექმნას? სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეში წავა იქ, სადაც წავა, სადაც თვითონ გაუხარდება. დღეს კრიზისი ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია. შესაბამისად შეხვდეს ოპოზიციას და გამოიყენოს ოპოზიცია კრიზისში. ხო, ნახოთ რა ხდება ამ საკითხების ირგვლივ და არის თუ არა ერთიანი ხედვა ბარიერ გადალახულ ოპოზიციაში.
უკვე ისმის ირიბი კრიტიკა სალომე ზურაბიშვილისადმი პოლიტიკური აქტორების მხრიდან. მათი არგუმენტები ძირითადად ასეთია, რომ არჩევნების დანიშვნამდე სამართლებრივი საკითხების განხილვა უადგილოა, რომ არჩევნები ივანიშვილის პირობებში ვერ იქნება თავისუფალი და რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება და მოქმედება არის საჭირო. ამ შემთხვევაში შეიძლება ორ ნაწილად დავაჯგუფოთ პოზიციები. ერთის მხრივ გვარამიანელიას გაერთიანება და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა და მეორეს მხრივ ხაზარაჯ ჯაფარიძის გაერთიანება და ყოფილი პრემიერის გახარიას პარტია. რაზე იმსჯელეს პარტიებმა შეხვედრაზე გუშინ და რა არის მსჯელობის საგანი უკვე დღეს. მაგალითად ბადრი ჯაფარიძის თქმით შეჯერდნენ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს შემდგომი არჩევნები და რა ცვლილებებია საჭირო იმისთვის რომ აღარ განმეორდეს ის რაც მოხდა 26 ოქტომბერს. გახარიას პარტიიდან დიმიტრი ცქიტიშვილმა კი თქვა რომ გასაგებია შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ყველა თანხმდება რომ სამართლიანი გარემო არის აუცილებელი არჩევნების ჩასატარებლად და ეს აერთიანებს რეალურად ყველას. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო. იქ ნიკა გვარამია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ხატია დეკანოიძე და მამუკა ხაზარაძე მივიდნენ. შეხვედრაზე არიან სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც. თქვენსავე ტელევიზიით უსმენია პრეზიდენტის გამოსვლას, დღეს გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია საბჭო რას გულისხმობს, თუმცა მე წარმომიდგენია რომ საბჭო არის ის, რაზეც ამდენი ხანია პრაქტიკულად ჩვენ მუშაობთ, ვართ ჩართულები, სამოქალაქო სექტორები, პოლიტიკური პარტიები და გარკვეული კოორდინაციის მექანიზმი იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნებას და ახალი არჩევნების დანიშნას. როგორია კოალიციის ცვლილებისთვის პოზიცია? დღეს ნიკა გვარამიამ დაწერა ციტატა: ჩვენ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა ბუნდოვანი ემოციური ტექსტები, რომელიც გულის მოფხანის და მაქსიმუმ აპლოდისმენტების იქეთ არ მიდის. არ არის ახლა დრო საკუთარი თავის მოწონების პროცესში, დროა პროცესის მოწონების საკუთარ თავში. რეჟიმი თავისით არ ჩამოიშლება, ის უნდა ჩამოშალო. იგულისხმება თუ არა აქ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში მართლაც სარგებლობს პარლამენტის წინ შეკრებილი საპროტესტო აუდიტორიის პატივისცემით. კონკრეტიკა ჯერ არ არის, არც ის ვიცით, ეს პერსონალურად ნიკა გვარამიას პოზიციაა, ანუ მხოლოდ მისი პოზიციაა თუ კოალიციის თლიანად. ჩვენ სადეთ გადამოწმება მაგალითად ზურაბ ჯაფარიძის გირჩთან, მაგრამ აქ ვითხრეს უმჯობესია ეს კითხვა ნიკა გვარამიას დაუსვათ. და სოციალურ ქსელში იყო სტატუსი, მანამდე დაახლოებით ამ შირასის განცხადებაც გუშინ, ასევე ცოტა ხნის წინ მივიდა ნიკა გვარამია ორბელიანების სასახლეში, პარლამენტის დათხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშნა, თქვა მან პრეზიდენტთან შეხვედრამდე. პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები აუცილებლად და ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ჩვენი როგორც მოქალაქეების არის საკმარისი, ჩემთვის არის ერთი რამე ნათელი, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ჩემი პირადი პოზიცია, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები. წერტილი, მე სხვა სამართლებრივ ერთი წუთი თუ შეიძლება დავასრულებ, მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და ვხედავ ქართული ოცნების რეაქციას ამაზე, რომელიც ამის გამო აცხადებს, რომ ყველას დაიჭერს. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე მაგალითად გუშინის ჩვენს ეთერში იყო, ამბობდა რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება დანიშნოს არჩევნები, მისი ფუნქციები ნომინალურია და პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება, ეს ვახტანგ ხმალაძის პოზიცია. ახლა ვთქვათ, რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? ამ გაერთიანებაში პოზიციები როგორც ჩანს გაყოფილია ორ ნაწილად. აქტიურია პარტიის ის ნაწილი, რომელმაც ველზე შემოიტანა უკმაყოფილება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს პარტიის წევრი, ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა. ძალიან არაადეკვატურ ჩურჩუტებთან გვაქვს საქმე, დაწერა მან Facebook-ზე. პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ მას არ ექნება პროცესისადმი ნდობა, თუ კი ივანიშვილს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ეგრეთ წოდებული მეორე ტური ჩაატაროს. ანუ ცისკარიშვილი არ ეთანხმება პრეზიდენტს დასახელებულ პირველ ვარიანტში, თავად ოცნება დათანხმდეს არჩევნებს. ჩვენი პრინციპული პოზიცია არის, რომ რა თქმა უნდა ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მაგრამ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში. მხოლოდ მაშინ ექნება აზრი ახალ არჩევნებს, მაშინ ჩატარდება ის სამართლიანად და დემოკრატიულად, ხოლო თუ ბიძინა ივანიშვილს მივცემთ კიდევ ერთ შანსს, რომ ეგრეთ წოდებული მეორე ტური ჩაგვიტაროს, მე ეგეთი პროცესის მიმართ არანაირი ნდობა არ მაქვს. როგორც ჩანს, პეტრე ცისკარიშვილის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის ამყარებს, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებს თითქმის ერთთვიანი საპროტესტო აქციის მშვიდობიან ხასიათს. მას დღესაც მიეცა საშუალება მიემართა ვივამედიდან საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თქვა, რომ მათ უცნებას ესმის მხოლოდ ჯოხის ენა. ძალიან ლამაზია და აღმარგებლობელია ხურუმის ყურება რუსთაველს. მაგრამ იმად ნერვი არ უტოქდებთ. ჩვენი საზომებით მოუდგებით მათ.
ისინი სხვანაირად აზრობენ, სხვაგანაკია ჩაჭრილი. მათ უნდა ველაპარაკოთ იმენით, რომელიც მათ ესმით. ძლიერი პოლიტიკური ჯოხის ენით. სხვანაირ შემთხვევაში ეს შეშინება გაუვლით. რაიგულის ხმა ჯოხში სააკაშვილმა ეს არის ყოველჯერზე უფრო მეტი შეტევა, ეს არის გაფიცვა, ეს არის იმ ბიზნესების ბოიკოტი, რომელიც ძარცვავს ქართულ ხალხს, ეს არის შენობებში მათი არ შეშვება და არ გამოშვება. ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნორმალური არ არის საპროტესტო აქციების პარალელურად ქართული ოცნების წარმომადგენლები სამსახურებში დადიოდნენ. ჩვენ ამის საწინააღმდეგო პოზიცია არ მოგვისმენია პარტიის თავმჯდომარისგან, თინა ბოკუჩავასგან, არის პარტიაში განსხვავებული დამოკიდებულება თუ ერთიანი პოლიტიკაა სალომე ზურაბიშვილის პერსონეს მიმართ. თქვათ იმის შესახებაც, რომ ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ სტატუსებს სოციალურ ქსელშიც მოჰყვა დიდი ვნებათაღელვა და უკმაყოფილება. ვის ინტერესში შედის ოპოზიციის ფრაგმენტაცია, რომელიც ბოლო პერიოდში თითქოს ახერხებდა კოორდინირებულად მოქმედებას ქართული ოცნების წინააღმდეგ. კითხვის დასმა შეიძლება ასეც, რა უშლის ხელს ოპოზიციის ერთიანობას საერთო ბრძოლის ირგვლივ, აქ ორი პასუხი შეიძლება იყოს პოლიტიკური ამპარტავნება, ანუ ეჭვიანობა და უნდობლობა ერთმანეთის მიმართ. ბოლოს პარალელურად ვთქვათ, რომ ახალი არჩევნების მოწოდებები გაისმა უკვე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი დემელ ტვაინინგი აცხადებს, რომ მთავრობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საზოგადოების ნდობის აღდგენას მხოლოდ ახალი არჩევნები შეძლებს. IRA-ის ანგარიში 2024 წლის არჩევნების შესახებ არის ძალიან მკაცრი, მაშინ ვკითხულობთ, რომ ეს არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი, სხვათა შორის IRA-ის ბორდის წევრი არის მარკო რუბიო ახლახანს ტრამპმა წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე და ამ ორგანიზაციაზე დღეს კახა კალაძემ თქვა, რომ ფუნდამენტურად ნაკლოვანი თავად IRA-ია. ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენს პირველ სტუმართან ერთად, აქვე ვთქვათ, რომ ბევრი გამოხმაურება არის უკვე ევროკავშირის მხრიდანაც, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო იყო პოლონეთი ანჯეი დუდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ახალი არჩევნები არის ახლა ამ ვითარებიდან გამოსავალი.